დებლური სამყარო ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს იზეიმებს. Როგორ ხვდება ერთი ჩვეულებრივი ოჯახი ამ დღესასწაულს ნახევრის სიუჟეტი? ხობში ცხადაიების ოჯახს თითქმის ყველა იცნობს. ისინი დავიწყებას მიცემულ ტრადიციებს აგრძელებდნენ მაშინაც, როცა ამას ბევრი მალულად აკეთებდა. კაპიტო 88 წლისაა, ტასო 86-ის, მათი ოჯახი კი 6 ათეულ წელზე მეტს ითვლის. წლევანდელი შობის დღესასწაულს ტრადიციულად აღნიშნავენ, თუ როგორ ხვდებოდნენ ისინი შობას 50-იან წლებში ასე იხსენებენ. ჩუმად ვკლავდით ღორს. ან უფრო ადრე დავკლავდით, ან და თუ ჩვენ კომუნისტი ოჯახი გქონდა და სხვას დავაკლინებდით და ესე შემოგვიტანდნენ ჩვენ იმაში. გავშლიდით სუფრას, შემოვუცლებოდით ყველა და ყველა ქრისტიანები ვიყავით და ნამდვილად ბოროტების წინააღმდეგი ვიყავით ყოველ მხრივ. სანთელს მე ეხლაც ვანთებ, დედა დრესი 7 ჯერ ვილოცები. ყველაფერს მაშინ კოჭი იყო, ცხვარი იყო, თუ ჩიკანი იყო, ჩემო თუ ინდაური იყო მაშინ ყველაფერი იქნებოდა და ხვდებოდით აი როგორ საჭირო იყო. მოყურებში, ამხანაგებში, მეგობრებში იყო პურმარილი და გასობა. გამოდი. მოხუცების შობის შემოფთანებას ანთებული სანთლებით ხვდებიან. სადღესასწაულო სუფრა კი ოჯახის უმცროსი წევრების ეკლესიიდან დაბრუნებისთანავე იშლება. სუფრაც ყველა ის კერძი და ამშვენებს, რაც შობის დღესასწაულს შეეფერება. ეხლა უფლის ძალით აკრძალული აღარ არის შობა და ველოდებით შობა როდის მოვა რომ გავიხაროთ. მე და ჩემი მეუღლე ხანდაზმულები ვართ. ლია მარხი შენახვა, მაგრამ ჩემი ახალგაზრდა შვილიშვილები ორივე მარხვას ინახავენ, ორივე და-ძმანი, ჩემი შვილი და რძალი მარხვას ინახავენ და ყოველს დადიან ეკლესიაში წავლიან ახლა და ღამეს გაათევენ. უხუცესი ცოლ-ქმარი სასიმღერო რეპერტუარს არჩევს, რათა ალილოზე მისულ ბავშვებს ფანტურზე შესრულებული სიმღერები მოასმენინონ. მიუხედავად წლების სიმრავლისა, ტასო და კაპიტო ცხადაიები შობის დღესასწაულს მხნედ ხვდებიან, მომავალს იმედით უყურებენ და საქართველოს ქრისტეშობას ულოცავენ. ხობში კულტურის სახლში საახალწლო გამოფენა მოეწყო. ამავე დღესვე გაიმართა ღონისძიება. ხობელებმა საინტერესო სანახაობები ხილეს. ხობის კულტურის სახლის ფოიეში გამოფენა სახელწოდებით საახალწლო იკებანა გაიმართა. გამოფენილი იყო საახალწლო თემატიკაზე შესრულებული 40-მდე ნამუშევარი. მასში ყველა არასამეწარმეო იურიდიული პირი მონაწილეობდა. ღონისძიება ტრადიციულია და მესამე წელია გამგეობისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ეგიდით ეწყობა. ტრადიცია ჩამოყალიბდა და უკვე მესამე ტარდება არასამეწარმეო იურიდიული პირების მონაწილეობით. ანუ ვამტკიცებთ, რომ ბაგა ბაღებს, კულტურის ცენტრს, განათლების ცენტრს ემღერება და შეუძლია ასეთი მშვენიერების შექმნა, რასაც თქვენ აქ ხედავთ. ხობის პროფესიული სწავლების ცენტრის პედაგოგებისა და სტუდენტების უშუალო მონაწილეობით შეიქმნა საახალწლო კუთხე გამოფენისათვის. მეტად საინტერესოა ეს გამოფენა, ჩვენი მსმენელები პირველად ღებულობენ ამ გამოფენაზე მონაწილეობას. მივესალმებით ასეთ ღონისძიებებს, მომავალშიც აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას ასეთ გამოფენებზე. მოფიქრებული ვქონდა, რომ სხვადასხვანაირად წარმოგვედგინა, მაგრამ ვინაიდან ჩვენი უპირველესი სურვილი იყო, რომ ესე იგი ჩვენი კუთხე რაღაც სრულიად განსხვავებული ყოფილიყო და უფრო თანამედროვე სტილში ყოფილიყო გადაწყვეტილი. გამოფენა მოსახლეობასთან ერთად მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმაც დაათვალიერეს. მნიშვნელოვანი საშობაო ღონისძიება ჩატარდა დღეს ხობში. მნიშვნელოვანი იქიდან არის ეს ღონისძიება, რომ თითოეული სოფელი წარმოდგენილია თავისი კულტურით, იმ ესკიზებით, რომელიც შექმნეს ნიჭიერმა ადამიანებმა, ბავშვებმა. თითოეულ მათგანს მიულოცეთ დღეს ახალი წლის დადგომა, შობის დადგომა, ასევე უნდა გაგრძელდეს ეს ღონისძიებები, იმიტომ რომ ხელს უწყობს სოფლისა და რაიონის დაახლოებას ერთმანეთთან. გამოფენის შემდეგ კულტურის სახლის დიდ დარბაზში არასამეწარმეო იურიდიული პირების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. მათ როგორც ქართული, ისე უცხოური სიმღერები შეასრულეს და მაყურებელი ქორეოგრაფიული ნომრებით მოხიბლეს.
მესამე წელია ეს ღონისძიება მიდის ძალიან წარმატებით. მე პირადად შევასრულე 2 სიმღერა და ვიცეკვეცეკვა ბოშური. ძალიან კარგი ღონისძიება და მინდა რომ სულ გაგრძელდეს ესეთი კარგი ღონისძიება. ნოჯიხევის ნომერ მეორე საბავშვო ბაღი უკვე მესამე დღებულობს ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. წარმოვადგინეთ რამოდენიმე ნომერი და მე იმედი მაქვს რომ მაყურებლის მოწონება დავიმსახურეთ. ხობში საახალწლო ღონისძიებები კვირეული სახელწოდებით 26 დეკემბერს დაიწყო და 7 იანვარს დასრულდება. შობის დღესასწაულს კულტურის სახლი 8 წლმოსილ ადამიანებს უმასპინძლებს.